მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ნახოთ, გამიჩაფიქრებული. მისთვის არის გაშლა. გზაზია არის ძალიან ბევრს ფიქრობს და ეს არის, აიც ცოტა ესეთი ტიპაჟი. საქმეს გამკეთებელი დიდად თქვენთვის არაფერს შეიძლება მის თავისთვის თებსაც კი გადადგამს, მაგრამ თქვენთვის დიდად არაფერი. ესეთი პიროვნება ყავს ხაზზე, მოდი ვნახოთ. რას ფიქრობს, რას გრძნობს და ასე შემდეგ. თქვენს მიმართ. წასულში ვარი გითქვიათ ამ მამაკაცისთვის თუ რაღაც მიგიპანყურებიათ ყოველ შემთხვევაში. თქვენთან მიმართებაში ძალიან გადაღლილი ვარო, არ ვიცი მე რამ გადაღალა ეს ხალხი ესეთნაირად. აი პირადზე რომ ეკითხები და იცით რა არის, მართლა სავალალო მდგომარეობა არის ირგვლივ, იმიტომ რომ აი არე რომანტიკება ხო, ისეთი ნახეთ ისეთი ალბათ მდგომარეობა არის ირგვლივ, ხო? არე ოჯახება რა ქნას ახლა ადამიანს, არ მიკვირს მართლა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რაღაცა ამ ქაოსიდან, გაურკვევლობიდან, რაღაცებიდან გამოსვლა ესე სჭირდება. თქვენთან კომუნიკაცია ნამდვილად აქვს, ეს მომენტი არის. თუმცა ამ ეტაპზე ახლა რო გითხრა, რომანტიკის ნაირი ამასთან არაფერი არ არის. საერთოდ, რა ვიცი, ეს თუ სუნთქავს საინტერესო არის. კითხეთ ერთი როგორ ხართ თქო. კარგად ხართ თქო? იმიტომ რომ ძალიან ფსიქოლოგიურ, ემოციურადაც განადგურებული არის ადამიანი. ყველაფერთან გაშორებული, ჩაშორებული თუ რა ვიცი, დაღლილი, დაქანცული. კი ბატონო, სწრაფი ის გადაადგილება, გადამოადგილება მიუხედავად ამისა, ეს ეთყობა სულ რაღაც მოძრაობაში არის. ეს მომენტი არ არის, რომ იმ დაწოლილი იყოს, ან მოზარმაცებული იყოს, ან აი მე ვიღაცამ დამის ვაკითხო, მოზარმაცებული რა ნიშნავს? ზარმაცი რას ნიშნავს? რო გეზარება რაღაცეების გაკეთება, ამას ნიშნავს. ხო და აი ეს მომენტი ნამდვილად არ აქვს, მოძრაობს, კი ბატონო მოძრაობაშია, მაგრამ აი რაღაცა ესეთნაირად. ყოველ შემთხვევაში გულს რაღაცნაირად, ესე რომ ვთქვათ, ამშვიდებს საუბარი, რომელიც თქვენთან ჰქონდა სხვათა შორის. და რაღაცა აქ უკვე კი ბატონო, გრძნობა არ აქვს, თქო, ამას ვერ ვიტყვი. ნამდვილად არის გრძნობა და რა საუბარი ჰქონდათ, ეგ არ ვიცი, მიჩექმილი რო ყავდეს კი ვიცი, მაგრამ აი როგორ არის რაღაცა ეს საუბარი ძალიან ამშვიდებს. კაი, ვნახოთ ახლა რა სიზამართლე იქნები ამ დღეში თუ გამოხვალა მდგომარეობიდან ბოლო-ბოლო რას გრძნობს ეს ჩაფიქრებული თქვენს მიმართ, რას გრძნობს. ძლიერი რომ ხართ, ეს ნამდვილად იცის, მაგრამ აქ მგრძნობებზე ძალიან მკაცრი ხართ. ეს მკაცრია, ეს ქალი არის, რა ვიცი, ცოტა ხვარეშინია თქვენ თუ რა ვიცი, რაღაცა ის როგორ არის, იცი რა გადავაგიდი ამ რა ვიცის. მაგრამ ეთყობა თვითონაც ამ დღეში არის, აკვიატებული აზრები აქვს თქვენს მიმართ. ან რაღაც ამოჩემებული აზრი. ყოველ შემთხვევაში ძალიან მკაცრი რო ხართ და სტალინის ხასიათით რო ხართ და მამისკვლელის ხასიათით, ეს უკვე ეს არის, რა ქვია, 2x2 4 არის ნამდვილად აქ. ყოველ შემთხვევაში მაინც ფიქრობს, რომ შეგიძლიათ დაეხმაროთ. ძლიერი ქალი ხართ, მიუხედავად ესეთი სიცივისა. ცივი ხართ მისთვის, ჩემო კარგებო, ცივი ქალი. რას გრძნობს, რა ვიცი, რაღაცა მინდა სტაბილურად იყოს სამომავლოდ, მაგრამ ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობ და ამ წუთში მე აქ რო გითხრათ, რომ ძალიან დიდი იმაში იყოს ეს ემოციებში და
სხვა ფიქრები გქონდეს, ნამდვილად არ არის. დღეისთვის ეს იყო, არ მინდა ახლა ამის ესეთი ნეგატიურ თუ რა ვიცი, ძალით უნდა ვეკიწაო, მოდი დავასვენოთ ცოტა ხანი, ვისთვისაც იყო ეს გაშლა. და ვისაც ვერ მომანჩიკება, იმათზე გადავიდეთ. გისურვებთ წარმატებას დაგემშვიდობებით დროებით.